ფსიქიკური დაავადებები ჩნდება ორი მიზეზის გამო. ერთი არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა და მეორე გარემო ფაქტორები. ითვლება, რომ უმეტესად არიან მარტოსული ადამიანები, რომლებიც კომპენსაციას ახდენენ, ანუ დაცვითი მექანიზმი აქვს თავისი ნარცისტული განწყობების დაცვითი მექანიზმის შედეგად. აი ესეთი შეიძლება იყოს ერთი და ახსნა უმეტესად არიან, ანუ ქალბატონები, თუმცა მამაკაცებიც ყავს პაციენტები, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესად ქალბატონები, რომლებიც არიან მარტოსულები და ვერ იპოვეს თავისი საკუთარი თავისი ნარცისული დაყენებების კომპენსაცია მოახდინეს. აი რას ნიშნავს, რომ ჩავშალოთ ეს ნარცისული კომპენსაცია? ანუ ნახეთ, როდესაც ეს დაავადება იწყება და ამბობს სიამაყით აცხადებს ეს ადამიანი, რომ მე იმას შეუყვარდი, როგორც წესი, უყვარდება მათზე მაღალი სტატუსის მქონე ადამიანს. როგორც ეს არის კიდე დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ მარტოსულებს, რომლებიც ვერ იპოვეს თავის სიყვარულში. თუმცა უცნაურია, ეხლა ადელა ჰიუგო არაჩვეულებრივ ოჯახში იზრდება, რომელიც მიღებულია, ბევრი სტუმარი სტუმრობს მათთან სახლში, ხო? აქ ეხლა უბრალოდ შეიძლება გენეტიკასაც დავაბრალოთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ადელა ჰიუგოს ბიძა, ვიქტორ ჰიუგოს ერთ-ერთი ძმა, ასევე 15 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებს ცხოვრებას, იმიტომ რომ მასაც სიყვარულის ბოდვა აქვს, ოღონდ მაშინ ამ დაავადებას ჰქვია შეძენილი იდიოტიზმი.